ნახევარი საქართველო ხო გადავიკიდე, მაშინ პავიდლო არ მიყვარს თქო რა ვთქვი. და არც მურაბას ვწყალობ დიდად თქო. ეთყობა მე ამ მარანში არ ვიყავი ნამყოფი და აი ეს გემრიელობები არ მქონდა გასინჯული. რა გალაპარაკებს, გაჩუმდი. ეს რაღაცები რო არ გაქვს გასინჯული, ნახეთ ხალხო რა საოცრებებია. და ამასობაში ჩვენი მასპინძელით შემოგვიერთ და გამარჯობათ ქალბატონო მანონი. ზანდურის სახლი უკვე 6 წელია რაც არსებობს. რთული 6 წელი გამოვიარეთ. ზანდურის შესახებ ალბათ იცით, სოფლიოში არის 20 სახეობის ხორბალი, აქედან 15 აღწერილია და მოყავდათ საქართველოში და 5 საქართველოს ენდემია. ნაბიჯ მივდივართ წინ. რატომ უნდა მოვიდეს აქ სტუმარი? ჩვენთან ყველაზე მაღალ დონეზე არის გულკეთილი და გულწრფელი სტუმარმასპინძლობა. ჩემ სტუმრებს ასე ვეუბნები, თქვენ ჩემი ახდენილი ოცნება ხართ თქო ტურიზმით რო დავკავდი, არაფერიც არ გამიგებოდა საერთოდ ტურიზმის და მარტივად მეგონა რომ სტუმარი ძალიან იოლა და დიდი პატიჟობის გარეშე მოვიდოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა, დიდი შრომა იმისთვის საჭირო, რომ შენთან სტუმარი მოვიდეს და უფრო დიდი შრომა იმისთვის საჭირო, რომ კმაყოფილი წავიდეს. აქ ლეჩხუმის ტრადიციული ზანდურის სახლის მიერ ნაწარმოები ცოლიკაურის გარდა დამხვდა რაღაცა საოცარი სასმელები. როგორც ამიხსნეს, ამ სასმელს ქვია მიზე. მიწის და ზეცის პირველი მარცვლების შეერთების შედეგად წარმოიქმნა ეს სახელი, რომელსაც აქვს ალუბლის, თაფლის და რაღაც მსგავსი არომატები, საოცრება. მითხრეს, რომ მხოლოდ ზანდურის სახლში იწარმოება. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, მართლა სასწაული გემოებია აქ. და ზოგადად საქართველოში რომ ცხოვრობ და ლეჩხუმში არ ხარ ნამყოფი, ხო ძალიან დიდი სირცხვილია და ლეჩხუმში რომ ჩამოხვალ და ზანდურის სახლში არ მოხვალ, სირცხვილო და თავის მოჯრა. ნუ მოიჭრით თავებს თქვენი ჭირიმე.